სინდისის პატიმრის ოჯახის წევრები, მხარდამჭერები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ზუსტად 11 საათზე მოვიდნენ. მათ აქვთ ბანერი თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს და ყველა აქ ყოფი ადამიანი თანხმდება იმაზე, რომ ყოველდღიური პროტესტი არის მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომაც სინდისის პატიმრის ოჯახის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ მივიდნენ ყველა საჯარო დაწესებულებაში და დისკომფორტი შეუქმნან იმ საჯარო მოხელეებს, რომლებსაც ამ დრომდე არ გამოუხატიათ არანაირი სახის სოლიდარობა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც უკანონო პატიმრობაში არიან. თავდაპირველად, როგორც გითხარით, აქციის მონაწილეები იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ. ამის შემდგომ გადაინაცვლეს მათ ეროვნულ ბანკთან და თქვენ ახლა ხედავთ, რომ აქციის მონაწილეები, სინდისის პატიმრის ოჯახის წევრები, უფლებადამცველები და მათი მხარდამჭერები მიემართებიან სწორედ კულტურის სამინისტროსთან, სადაც გაგრძელდება დღევანდელი საპროტესტო აქცია. აქ ყოფი ადამიანები ამბობენ, რომ აქცია იქნება ყოველდღიურად და თითქმის ყველა სამინისტროსთან და საჯარო დაწესებულებასთან მივლენ იმისათვის, რომ დისკომფორტი შეუქმნან იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც ამ დრომდე არანაირი სახის განცხადებას არ აკეთებენ. სინდისის პატიმრის ოჯახის წევრებს გავესაუბრებით. პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით, დღევანდელი აქციის მთავარი მიზეზი რა არის? რატომ იუსტიციის სახლი და ეხლა უკვე კულტურის სამინისტრო, სადაც მივდივართ? მოგესალმებით. ჩვენ ყველა საჯარო სამსახურებთან მივავთ. ყველას მივაწვდინოთ ჩვენი ხმა, რომ ჩვენი შვილები არიან უკანონო პატიმრები. და ამ საჯარო მოხელეებმაც გაითვალისწინონ ეს ყველაფერი, იყვნენ თავიანთი ფიცის ერთგულები, დადგნენ ჩვენ მხარეს, რომ ამ უსამართლო ქვეყანაში სამართალი სადღაცას ვიპოვნოთ ჩვენც, ესე უსამართლოდ გამოკეტილები როდემდე უნდა იყვნენ ჩვენი შვილები, არ ვიცით რა. დიდი მადლობა. ერთ-ერთი სინდისის პატიმრის დედას უსმენდით, თქვენ პირდაპირ ეთერში ეკა წერეთელი არის ასევე საპროტესტო აქციაზე. ქალბატონ ეკა, გუშინდელი თქვენი საპროტესტო აქცია იუსტიციის სამინისტროსთან ერთი ადამიანის პროტესტი თქვენი შვილის თავისუფლების და არა მხოლოდ თქვენი შვილისთვის. ჩვენ ვიცით, რომ გიორგიმ რამდენჯერმე შიმშილობა დაიწყო იმ უსამართლობის გამო, რაც ხდება რეალურად ქვეყანაში და მის მიმართ საპატიმრო დაწესებულებაში. თქვენი პოზიცია როგორია? რა უნდა გააკეთონ საჯარო მოხელეებმა? პირველ რიგში საჯარო მოხელეები უნდა დარჩენ პატიოსან დამოკიდებულებაში საკუთარ თავთან და არა ოცნების მთავრობასთან. იმიტომ რომ საჯარო მოხელეებზე დგას სახელმწიფო მთელი მისი სტრუქტურით. ამიტომ ისინი უნდა ეზიარონ სწორ სიმართლეს და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ყველას ასეთ ორგანიზაციაში ვტოვებთ მოკლე ანოტაციებს ჩვენი შვილების საქმის, ის რაც რეალურია, ის რაც სინამდვილეა და არა ის, რასაც ესენი კარნახობენ. მადლობა, ქალბატონ ეკა, ბოდის გიხდით, თქვენ ხედავთ, რომ იუსტიციის სახლიდან აქციის მონაწილეებმა გადმოინაცვლეს ახლა საავტომობილო გზის მეშვეობით კულტურის სამინისტროსთან, სადაც გაგრძელდება დღევანდელი პროტესტი. კიდევ ერთი სინდისის პატიმრის დედა არის ჩვენს გვერდით, ქალბატონო არის. გითხარით თქვენი პოზიცია, უკვე რამდენიმე თვე რაც ქუჩაში ვდგავართ და ეხლა განსხვავებული ბრძოლის გეგმა გაქვთ. ეხლა არის იუსტიციის სამინისტრო და სხვადასხვა საჯარო დაწესებულებები. აი რატომ გადაწყვიტეთ, რომ საჯარო მოხელეებს დისკომფორტი შეუქმნათ? მოგესალმებით. საჯარო მოხელეებს დისკომფორტის შექმნა არ არის უფიქრობ, ეს არის თხოვნა, რომ მათ აქვთ ფიცი დადებული მოსახლეობასთან და ვთხოვთ, რომ ის ფიცი შეასრულონ და ემსახურონ ყველას მიუხედავად ვინ ვისი მომხრია. მაგრამ ისინი არა ჩანს, რომ შეიძლება ზოგი გამოთქვას პროტესტს, მაგრამ ვერ ბედავენ, რადგანაც რეჟიმი გასცემს მათ ალბათ საკადრის პასუხს, ასე აკეთებენ. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მივიდეთ ყველა საჯარო სამსახურთან, ამ მარიონეტი ხელისუფლებისგან განსხვავებით ჩვენ ვაკეთებთ ძალიან კარგ საქმეს, ისინი ჩვენთან განსხვავებით აკეთებენ, იჭერენ ქუჩაში პირბადის გამო ადამიანებს და ამიტომ ამით ვაჯობებთ, ესეთი მოქცევით ვაჯობებთ აუცილებლად ამ მარიონეტ ხელისუფლებას და დადგება იმის დრო, რომ ესენი ერთი დილაც გათენდება და აღარც ერთი აღარ იქნებიან თავიანთ სამსახურებში და ჩვენ აუცილებლად შევქმნით ახალ და გაბრწყინებულ საქართველოს ისევ თავიდან დავიწყებთ ალბათ ცხოვრებას. დიდი მადლობა. გეტყვით იმასაც, რომ აქციის პარალელურად აქ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებული, კრიმინალური და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აქციის დაწყების წუთებიდან დაიკავეს მიმდებარე ტერიტორია. დიამეტრეველი არის ასევე საპროტესტო აქციაზე, მას აქვს ფოტოები იმ ადამიანების, რომლებიც ამ დრომდე რჩებიან სასამართლოს პირობებში პატიმრობაში. ქალბატონ დე, ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ხედავთ, რომ
რომ იზრდება დაკავებული პირების სია და მათ წინააღმდეგ პრინციპში არ არსებობს მტკიცებულებები. აი თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ არის მნიშვნელოვანი საჯარო დაწესებულებებში ამ პროტესტის გამართვა და ზოგადად პროტესტი რატომ არის მნიშვნელოვანი იმ კანონების პარალელურად, რასაც ივანიშვილის პარლამენტი იღებს? პირველ რიგში ჩვენ უნდა შევახსენოთ ამ შენობებში მოკალათებულ ადამიანებს, კულტურის სამინისტროსთან ვართ და აქ ბევრი ჩემი კოლეგა მუშაობს და მე მინდა მათ შევახსენო, რომ ეს უწყებები ქართულ ხალხს ეკუთვნის. და ესეც ჩვენი დასაბრუნებელია ისე როგორც მთელი სახელმწიფო. დღეს, როდესაც საჯარო მოხელეები ხედავენ, თუ როგორ ძალადობს სისტემა და რეჟიმი საკუთარ მოქალაქეებზე, პოლიტპატრიოტების დედები უკვე 1 წელია ქუჩაში თავიანთი სიტყვების მართალ სიტყვას თავიანთი შუების მართალ სიტყვას ავრცელებენ მთელი ქვეყნის მასშტაბით. უნდა მოусმინონ ამ ხალხს, უნდა შესტკიოდეთ გული ამ ხალხს და უნდა დადგნენ ქვეყნის სამსახურში. ჩვენ მივმართავთ საჯარო მოხელეებს, მე მივმართავ ჩემ ყოფილ კოლეგებს, რომ დღეს მათი დუმილი, მათი უმოქმედობა არის თანამონაწილეობა ქვეყნის განვითარებაში, საქართველოს მოქალაქეებზე, ძალადობაში და ზოგადად ჩვენი ქვეყნის დაკარგვაში. ადამიანების დაჭერა დუმილი არის დანაშაული და აქ ყოფი ადამიანები საჯარო მოხელეებს მოუწოდებენ რომ არ ემსახურონ რეჟიმს და გააკეთონ მკაფიო განცხადებები ქართული ოცნების რეჟიმის წინააღმდეგ. პროტესტი გრძელდება კულტურის სამინისტროსთან, როგორც ხედავთ მარიკა არევაძე მიმართავს ახლა კულტურის სამინისტროში დასაქმებულ ადამიანებს. პროტესტი გაგრძელდება ყოველდღიურად და აქ ყოფი ადამიანები ამბობენ რომ პროტესტი იქნება ყოველდღიური 11 საათზე ყველა საჯარო დაწესებულებასთან.